რომ ბიზნეს კაცი. რა გუნია დაძილს ვარახად ბიზნეს. რაც მე მიმაჩნია სწორად, რასაც 9 წელია ვიძახი. ერთი და იგივეს, ანუ 10 წელია აზრი არ შემიცვლია. როგორც კი ბიზნესა გადმოვა ამაზე, მე მზად ვარ ბიზნესს დავეხმარო. ანუ მე რაში ვთქვი, რომ ბიზნესს ვეხმარები კარგ საქმეში. ხო მზად ვარ, ანუ მე მზად ვარ, რომ ბიზნესს დავეხმარო კარგ საქმეში. მაგრამ რასაც მე ვამბობ, იმას ბიზნესი არ აკეთებს. რასაც ბიზნესი ამბობს, იმას მე არ ვაკეთებ. თუ იმას ეთანხმებით, რაც მე მინდა. მე 10 წელია ერთი და იგივე მინდა. იცოდეთ, რომ ბიზნესაც რო იგივე მეუნდეს, მე უარს არ ვეტყვი. იმიტომ რომ ბევრჯერ გვითხოვს, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მწვანე კნოპკას ვინ მიაჭერს ხელს იმ საკითხებზე, რაც ჩვენ გვინდა. ეს თუ რავით ბიზნეს კაცობა, მე ვაფშე არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ მე ვიტყვის იმას, რომ რაღაცა ბიზნეს რაც უნდა იმას აკეთებს გირჩი, მაშინ უნდა გვაჩვენონ რა იყო ეს. ხა იმას თუ მეტყვი, ან ცესკოს იმას დაუჭირებ ხარიო, ცესკოს სანამ როდესაც ხოცებს კოტა შემოქონდათ, მე იმაში საკონსტიტუციო სასამართლოში ვიბრძოდი მის გასაუქმებლად. სარჩენი მქონდა ეგ შეტანილი. და მე თვითონ წაიღეს უკან ეს. აი ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. უცბად რომ წარმოიდგინოთ, რომ მე რაღაცისთვის ვიბრძვი. ბიზნესა ჩემ წინამდე იყო. უცბად აღმოჩნდა, რომ ბიზნესა გამოვიდა ჩემს აზრზე. მე ბიზნეს ბრძოლას ხვალ დავუწყებ. ეს არის ჩემი აზრით ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს სხვა პოლიტიკური ძალებისგან, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ გვინდა ბიზნესა რუსეთში. როგორ შეიძლება კაცი ამ ხელა რესურსებით სადღაც სხვაგან გააქციო? პირიქით, საქართველოს უნდა იყოს, აქ უნდა ხარჯავდეს თავის ფულს. ესეც ბევრჯერ გვითხოვს. მაგრამ რა საქართველოს ბიზნეს უნდა, მე ის საქართველო არ მინდა. ბიზნეს უნდა რომ ამ ქვეყნიდან ააშენოს დიდი, კარგი სოფელი, იმასაც არ ვიძახი რომ ცუდი სოფელი უნდა, კარგი სოფელი უნდა, სადაც თვითონ იქნება კოლმეურნეობის თავმჯდომარე. სოფელში პირველი კაცობა ურჩევნია ბიზნესს, ქალაქში თანასწორთა შორის თანასწორობა. მე მინდა ქალაქი და თანასწორთა შორის თანასწორობა, ბიზნეს უნდა სოფელი და უნდა თავმჯდომარეობა. ეს არის განსხვავება. ახლა წარმოვიდგინეთ, აქ რამხელა განსხვავება არის შინაარსობრივი. იმდანაც განსხვავებული რაღაცები გვინდა ჯერჯერობით. რავი, ახლა დამაბრალო რომ შენი ცირა სხვა რამე გინდოდა და გადახვედი ვიღაცის ჭკუაზე და ახლა სხვა რამე გინდა, მე ხო არადროს ამ ინიციატივის საფუძველი მე და ჩემ პარტიას არავისთვის. ბიზნესა ქართულ ბაზარს თავაზობს სხვა პროდუქტს, ჩვენ ქართულ ბაზარს თავაზობს სხვა პროდუქტს. ამ ეტაპზე ხალხის უმრავლესობას ის პროდუქტი მოწონს. ჩვენ ხშირად ვერ ვიგებთ ეს რატო ხდება, რა ვიცი, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენი გამდიდრება მინდა და ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ $100,000 გექნება და ჩემზე პენსიას მაძლევს. მაგრამ $100,000-ზე უარს იძახის და 20 ლარია დანამატზე იძახის, რომ მოდი 50 გააკეთო. ოკეი ვარ, მაგეთ რაღაცებს ჩვენ რო არ დაგივავთ, ვერ ვიგებთ, მაგრამ ნუ არ ვიცი, იმედი გვაქვს, რომ დრო გავა, მეც მოგვისმენენ, მეც შეგხედავენ და რა ვიცი, ჩვენ გვინდა, რა ვიცი, ბედნიერი საზოგადოება, საერთოდ არ გვინდა არავისთან დაპირისპირება, რა არც ერთ მხარესთან, არც მეორე მხარესთან და მე მგონი ამას ვასხივებდით განვლილი 10 წლის განმავლობაში.